მოგესალმებით სპორტის პონტის არხზე მეგობრებო. დღეს ისევ და ისევ შევიკრიბეთ აქ, რომ გადავიღოთ ფენტეზის ვიდეო. როგორც ხედავთ, ბოლო ვიდეოც ფენტეზი იყო და დიდი დრო მიდის ფენტეზის ვიდეოებზე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ფენტეზი და გამოხმაურება ძნელური მოყვა. ორი კვირა ვიდეო არ დამიდია, სამწუხაროდ ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა ვერ დავდე, ვერ მოვახერხე და უკვე გვიანი მგონია გადაღება და ის. ამიტომ მაგის გამო ბოდიში ხთით, ვინც ელოდით, ან ვინც არ ელოდით, მაგრამ აუცილებლად იქნება ამ პრემიერ ლიგის განხილვაც, მაგრამ ჯერჯერობით ფენტეზის მიუდგეთ, იმიტომ რომ ფენტეზის საინტერესო ტური გველოდება. ყველაფერს აგიხსნით რა და როგორ, ჯერ გავუშვათ ინტრო და მაგ საქმესაც მივხედავთ. Go. სპორტის პონტი, სპორტის პონტი, სპორტის პონტი. მოკლედ ფენტეზი ისევ ბეტსონის აპლიკაციაში საიტზე თამაშობთ, მაგრამ ამჯერად არის Game Week 35 პრემიერ ლიგაში, მაგრამ როგორც ხედავთ სახელწოდება აქვს დაამარცხე ტატო ბაციკაძეზე ალაპარაკი, ვინც ვერ მიხვდა. ტატოს დამარცხება მოგვიწევს, ტატოც თამაშობს და მაგიტომ მოკლედ და პრიზებს ხედავთ, ამჯერად მხოლოდ პირველ ადგილსანი არ იგებს სამი, პირველი, მეორე და მესამე. პირველზეა PlayStation 5, მეორეზე Insta 360 და მესამეზე Fujifilm Insta. უკვე 704 ადამიანია დარეგისტრირებული ჩემს შატვით, მეც დავრეგისტრირდი. და მოკლედ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ თან უფრო მუღამი აქვს, რომ ტატო თამაშობს და შემდეგ, თან უფრო მეტი პრიზებია. თან უფასოა შესვლა და შეგიძლია ეს პრიზები უფასოდ მოიგოთ, ვინც გავყავთ პირველზე, მეორეზე ან მესამეზე. და მოკლედ აქ ავართ რა, ყველა პრემიერ ლიგის Game Week-ში ვინც არიცით აქამდე, ვისაც არ გინახავთ ჩემი ვიდეოები ან ბეტსონის ფენტეზი არ გითამაშიათ, გეტყვით და გაინტერესებთ თამაში, გეტყვით რომ შეგიძლიათ უფასოდ დარეგისტრირდეთ ტელეფონის ნომრით და პირად ნომერია საჭირო, რომ პრიზები მიიღოთ თუ მოიგეთ და შემდეგ და ააწყოთ გუნდი ყოველ Game Week-ში პრემიერ ლიგაში და ყოველ Game Week-ში ახალ გუნდს აწყობ რა და ახლიდან იწყება ყველაფერი და ახლიდან გაქვს შანსი რაღაც მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე, მიდის ჩემპიონთა ლიგის ისა, ეხლაც აქტიურია და იქ სამი ადამიანი იგებს იქაც, მაგრამ ეხლა ვილაპარაკოთ პრემიერ ლიგაზე და მოკლედ დავცხოთ და დავამარცხოთ ტატო, წავედით. მოკლედ მოვედით აგერ სპორტის პონტი შევქმნით გუნდი და უცებ ავაწყოთ გუნდი, ბევრს არ მოგაწყენთ, ბევრს არ ვილაპარაკებ, რა და როგორ, გეტყვით რატომ მოყვას ეს კაცი, რატო ვფიქრობ რომ მოსაყვანია და თქვენც გირჩევთ თუ ქულების მანქანა გინდათ ეს გუნდი გადაწეროთ და ხუმრობის გარეშე არ გადაწეროთ, ჯერ არაფერი არ მომიგია. რაც დავიწყე თამაში, მაგრამ ერთი კარგი მიღწევა მაქვს მეგობრებო, აქამდე მინდა გითხრათ, აგერ ჩემპიონთა ლიგის ტურნირში ვიმყოფები 97 ადგილზე და კარგი რატოა, იცით? იმიტომ რომ ამ ტურამდე ვიყავი 591-ზე და 500 ადგილი წინ ამოვედი, იმიტომ რომ მაგრა გამიმართლა. ჯერჯერობით მარტო ეს მიღწევა მაქვს ბეტსონის ფენტეზიში. ამიტომ დავიწყოთ ახლა ჰალანდი მარტივად მოვიყვანოთ, რატო არ მკითხოთ ახლა რა. ჰალანდი უეჭველი მოსაყვანია, ეს მოი დავალაგოთ ესე, კალვერტ-ლუვინიც გვინდა უეჭველი და მეტი არ ვიცი ჯერ მოკლედ კალვერტ-ლუვინი ეს წყობა არ მოწონს 4-3 იყოს მე თავი. კალვერტ-ლუვინი და ჰალანდი, იმიტომ რომ ჰალანდია როგორც იცით, აქ დავაყენოთ მოდი თამაში, ეთამაშება ევერტონს და კალვერტ-ლუვინი ეთამაშება ბარნლის და ლიციდან საერთოდ კიდე მინდა კაცი და ლიცი უნდა გავწურო რა, არონსონი, იმიტომ რომ კაფორი შეიძლება არ იდგეს რომ და ბარნეცველიც მოვიყვანოთ ერთი ლიციდან, სტრუჯიკი რა, წინაზეც ვყავდა. ფორვარდებიდან ტიაგოს ფიქრობ, აგერ ამოვარდა, ვესტჰემს ეთამაშება, თან წინა ორი თამაშია, ვერაფერს ვერ აკეთებს და გაბრაზებულია ეს კაცი, სახში თამაშობს ვესტჰემთან და ჩემი აზრით რაღაცას მოახერხებს რა. მიდფილდერები კიდე ერთი ნახევარმცველი გვინდა ბრუნო, უეჭველი და როჯერსი რა. ბრუნო იმიტომ კი ლივერპულს ეთამაშება, რაღაც ვარ სასწაულ ფორმაშია ბრუნო, რამე თუ ხდება მანჩესტერში, უეჭველი ბრუნოა პასი რა, ეგ ამბავია. როჯერსი კიდე იმიტომ რომ ძალიან აქტიური ტიპია, ყველა გოლში მონაწილეობა აქვს, პასი თუ არა, კი პასი აქვს, რაღაცა ეგეთი ტიპია, სულ აქტიურია და თან ტოტენჰემს ეთამაშება, ტოტენჰემი რა ფორმაშია, კი ვიცით. ცველებში ორაილი მინდა, რა ყველას როგორ მიგდებს ეგრევე ვინც მინდა. ნუ ხო ესენი წერენ ქულებს.
ორაილი იმიტომ მინდა რომ თამცველია, ანუ მცველებში წერია, მაგრამ ყველამ ვიცით რომ სტრაიკერია მოკლედ რა, იმენა შეტევაში ჩადის. გაბრიელ თუ მოგება გინდათ, მინდა გითხრათ რომ არსენალის მცველები აუცილებელია, იმიტომ რომ არსენალისგან მეც ვერაფერს მოითხოვ. მარტო მცველების კლინშიტს, ანუ მეტი რა გინდა, გაბრიელი სალიბა რაია, всё. მეტი არავინ არ უნდა მოიყვანო, თუ გოლი ამად გავკუთურიდან, ნუ ახლა პენალი თუ დაინიშნა და გიორგიეშმა გაიტანა. მეტი არაფერი არ ხდება არსენალის თამაში არასდროს, ამიტომ ეს ხალხი მოიყვანეთ. გირჩევთ რა თქმა უნდა ხუმრობით ეს არ მიწკინოს არსენალის ფანებმა, მაგრამ ხუმრობა იყო ეს თორე სიმართლეა რომ მართლა ეგრე ხდება რა. ასევე ეხა გადავით ნახევარმცველებზე, სადაც გავიჭედე. ვინები თამაშობენ? კიდე ერთხელ რომ გადავხედო. აი სანდერლენდიდან მინდა ერთი ვინმე ვცადო. ნახევარმცველი, აი ცოტა თუ არ გარისკე, ხო? ფენტეზიში. მე მგონია რომ ვერ მოიგებ. აი ლეფე ვცადოთ რა, ლეფე ვიცი, მე მგონი ერთი, ნუ ჯაკაც ვიცი. სადაა? მწოდნია სანდერლენდი, მეგობრებო ბოდიში. ლეფე, ესე იგი წიაზე ვერაფერი ვერ აქნა, ხო? 5-0 წააგეს რა უნდა ექნა, მაგრამ ნახოთ რა, იქნება აი ესე ტიპი რა, რომ აი იქნება გაუვარდეს რა, იმიტომ რომ ყველამ თუ მოიყვანეთ ჰალანდის ისა, ყველას ერთად გულები გვექნება რა. და ვინმე ისეთი ტიპი გინდა, ერთი გარდამტეხი ტიპი რა, რომ აი მაგან მოგაგებინოს რა, მაგას იხსნით, ანუ ჰალანდი ყველას ეყოლება საერთოდ ეხლა აქ ვინც თამაშობს. კარვეტ ლუინის უმეტესობას ეყოლება, არონსონის უმეტესობას ეყოლება, ტიაგო არ ვიცი, რამდენს ეყოლება, ბრუნო ალბათ ეყოლებათ, როჯერსი მგონია რომ ეყოლებათ, გაბრიელი სალიბა რაია ყველას ყავს რა. აი ეგ ამბავია. და ორაილიც ყველას, ანუ ვინმე ისეთი ტიპიც გინდა, 1, 2 ან 3 თუ იშოვე რომ არ ყავდეს ბევრს და აი წკაპ რა, იქნებ გაისროლოს, აი ეგეთი. ის არის თითო ან ორი, ანუ ხანდახან აი პირველ მეორე მესამე ადგილზე ხო ერთი კაცი არის სხვაობა რა, აი ერთი ქულა, 3 ქულა რაღაც ეგეთი ამბავია. ასევე ტრუფერტის მოყვანა მინდა კი, კრისტალ პალასთან თამაშობენ, ბორმუთთან ტრუფერტი მაგარ ფორმაშია და სენესის მოყვანასაც ვფიქრობ რა. თქვენ რა სიტყვით რომ მოვიყვანო სენესი? ტრუფერტი და ტავერნიე რომ მოვიყვანო, აქ და აქ სენესი ბოდიში რა. ტრუფერტზე მე მგონი ტავერნიეზე ვლაპარაკობ, ამერია. ბოდიში, აქ მინდა სენესი რა. სველებში ბიჭო რა ვერ ვიპოვე რა გინდა ხო და ტრუფერტის მაგარ ფორმაშია მართლა ეხა ტყუილი არ მithქვას მაგრამ სენესი მინდა დაცვაში მაინც თან წიაზე ისეთი პასები აკეთა და რაღაც რატო არა და აქ მოვიყვანოთ ვინ მოვიყვანოთ ემილიანო დავაყენოთ მოდი მოიცა ერთ დღეს არ თამაშობენ ხო არა მოდი განვაახლოთ ხო კაპიტანი უნდა მივცეთ ალბათ ლუმის პირველ დღეს ეგ თამაშობს ანუ დღეს არის 1 მაისი აგერ არის ეს მოკლედ შემოვიყვანოთ და 4-ში მიცა ეგენის პარი რა ვიცი ლამაზად დავაწყოთ რა ჰალანდი შოხო კი რა ვსო დარჩი განახლებას მივცეთ ეს არის და ესა ესე გამოვიდა სპორტსბოლის გუნდი კარვეტ ლუინი ტიაგო ტავერნიე ბრუნო არონსონი როჯერსი ლეფე სალიბა, გაბრიელი, სრუჯიკი რაია და მარტინესი სენესი, ორაილი ჰალანდი. ბევრი არ მოგაწყენეთ, უცებ ავაწყე. რატო და იმიტომ რომ მგონია რომ ეს ხალხი რაღაცას იზავს და იმედია გაგვიმართლებს. იმედია დავამარცხეთ ტატოს, მაგრამ წარმატებები ტატოსაც, გოუთკაც. წარმატებები ყველას თქვენ ვინც თამაშობთ, ვინც არ თამაშობთ კიდე გითხარით, როგორ და რანაირად უნდა მოაღწიოთ აქამდე და ითამაშოთ, თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა, თუ არ მოგწონთ არ ითამაშოთ. და ასევე დაწერეთ კომენტარებში თქვენი გუნდები, თქვენ რას ფიქრობთ, თუ თქვათ კომენტარებში თქვენი არ მოდის და რაღაც, მაგრამ ბეტსონის Facebook ჯგუფში შეგიძლია შემოხვიდეთ და იქ გაგვიზიაროთ, რა გუნდი გყავთ რაღაც, უბრალოდ დადოცხინი, ან მე ვდებ ხოლმე ხშირად პოსტს, რომ აი ჩაღარეთ თქვენები რაღაც და მან ჩაღაროთ და გავეცნოთ ერთმანეთის გუნდებს, ესე გამოვიდა ჩემი გუნდი, აგერ არის ტურნირები და კიდე ერთხელ განახებ დაამარცხეთ ტატო, გორი რომ აქ ახსენი, კაი არაფერი. და აგერ არის მოკლედ პრიზები კიდე ერთხელ წესებსაც აგერ ნახავთ, გუნდს აგერ აქიდან მართავთ. წარმატებებს გისურვებთ ყველას კიდე ერთხელ. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ დაალაიქოთ არხი არა და ვიდეო, გამოიწეროთ არხი, ზარი, კომენტარი, ყველაფერი და მოკლედ ამ პრემიერ ლიგის ტურის მიმოხილვაც აუცილებლად დაიდება დასრულებიდან 1 დღეში ან 2 დღეში და მოკლედ შევხვდებით უკვე მაგ ვიდეოში. Peace.